დღეს ქართულ-ფრანგული სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ შემოქმედებითი კონფერენცია გამართეს. კონფერენციაზე 10-მდე მოსწავლე 10 დღის განმავლობაში მუშაობდა მათემატიკის ისტორია, გეომეტრიის სათავეები და მათემატიკა სხვადასხვა პროფესიაში. ამ თემატიკაზე მოსწავლეებმა საკუთარი მოკლე პრეზენტაციები წარმოადგინეს. კონფერენციის ორგანიზატორის მაია დევაძის განმარტებით, მოსწავლეების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება სამომავლოდაც იგეგმება. კონფერენცია 1 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და მას ბათუმის რესურს ცენტრის წარმომადგენლები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. ჩემი პრეზენტაცია შეეხება თემას ანგარიში მთითებიდან კალკულატორამდე. აუხსენი ბავშვებს თუ როგორ რა იყო პირველ ყოფილებისთვის დასათვლელის ინსტრუმენტი, საშუალება, როგორ განვითარდა ეს ინსტრუმენტები შემდეგ. ეს თემა, ამ თემას ძალიან დიდხანს ვამზადებდი, რომ მეჩვენებია საზოგადოებისათვის. ბავშვებმა წარმოგვიდგინეს რამდენად არის მათემატიკა ცხოვრების სიული და ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი, რაც წარმოადგენს ბავშვებმა. მათემატიკა მუსიკაში, მათემატიკა პროფესიაში და ძალიან კარგია რომ ბავშვებმა ეს აითვისეს და ეს წარმოდგენა ძალიან კარგი იყო. მნიშვნელობა უდიდესია, იმიტომ რომ ბავშვები ეზიარებიან მათემატიკას როგორც მეცნიერებას დაწყებული მისი სათავეებიდან და თუ რაოდენობით დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მეცნიერებაში გარკვევას ბავშვებისთვის, ამაზე უკვე თითოეული მათგანის პრეზენტაცია მიგვითითებს. ანუ გრანდიოზული მნიშვნელობა აქვს.